ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით საზეიმო წირვა ჩატარდა და შეგახსენებთ, რომ 17 მაისი სწორედ ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეა. ქვეყნის ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში საზეიმო წირვა ჩატარდა. სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის რანგში სადღესასწაულო ღვთისმსახურებას შიო მესამე პირველად გაუძღვა. წირვას საქართველოს სხვადასხვა ეკლესიისა და მსოფლიოს საპატრიარქოს დელეგაციები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ოჯახებთან ერთად დაესწრნენ. წირვის დასრულების შემდეგ მათ მრევლ სიტყვით მიმართეს. პარალელურად ქვეყნის მასშტაბით 10 დიდ ქალაქში მსვლელობა გაიმართა. დედაქალაქში მთავარი შეკრების ადგილი დღეს ქაშვეთის ტაძარი იყო, საიდანაც მრევლი და სამღვდელოება სამების ტაძრისკენ გაემართა. სამებაში მისული მოქალაქეები ახლად აღსაყდრებულმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა შიო მესამემ დაუცა. ტრადიციულ მსვლელობას, რომელსაც სათავეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ დაუდო, ჩვენი რამდენიმე გადამღები ჯგუფი აშუქებს და ახლა პირდაპირ ეთერში სალომე ქოქიაშვილი შემოგვიერთდება. სალომე, გისმენთ. დიახ, ნამდვილად დღეს დილიდან მრევლმა, რომელსაც ჰქონდა სურვილი მონაწილეობა მიეღო საზეიმო მსვლელობაში, შეკრება დაიწყო რუსთაველის გამზირზე, ქაშვეთის ტაძართან, საიდანაც ზუსტად 11 საათისთვის საზეიმო მსვლელობა დაიძრა და ასე ფეხით მსვლელობით ამოვიდა სამების საკათედრო ტაძრამდე. ეს არის ტრადიცია, რომელსაც 2014 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ ჩაუყარა საფუძველი და მას შემდგომ წლიდან წლამდე ეს მსვლელობა და ზოგადად ამ დღესასწაულის ამ ფორმით აღნიშნვა ხდება სულ უფრო და უფრო ხალხმრავალი და პატრიარქის მიერ შემოღებული ეს ტრადიციული მსვლელობა სრულდება ხოლმე ტრადიციულად ასევე სამების საკათედრო ტაძარში, რომელსაც წლების წინ სწორედ ასევე ილია მეორეს ლოცვა კურთხევითა და ინიციატივით დაედგა გუმბათი. ახლა უკვე წელს, რა თქმა უნდა, სამების საკათედრო ტაძარში წირავდა უკვე ახლად აღსაყდრებული პატრიარქი შიო მესამე, რომლისთვისაც ეს იყო პირველი საპატრიარქო წირვა და სწორედ მან დალოცა სამების საკათედრო ტაძრამდე მოსული მრევლი. მანამდე უკვე საღვთო ლიტურგიის დასრულების შემდგომ მან მიმართა სიტყვით გამოსვლით მრევლსაც. ჩვენ ამავდროულად მოვისმინეთ და ვიხილეთ ტაძარში სხვადასხვა მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლები მთელი მსოფლიოდან, რომლებიც ასწრებოდნენ ამ დღესასწაულს, ესწრებოდნენ წირვას, საზეიმო წირვას სამების საკათედრო ტაძარში და მოვისმინეთ მათი, ასე ვთქვათ, სიტყვით გამოსვლებით, მათი გზავნილები, რომლებითაც ისინი ულოცავდნენ ახლად აღსაყდრებულ კათოლიკოს პატრიარქ შიო მესამეს ამ ძალიან დიდ ასე ვთქვათ პასუხისმგებლობას და რომლითაც ის უნდა წაუძღვეს ამის შემდგომ უკვე ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას და ქართულ მართლმადიდებელ მრევლს. გარდა ამისა გადასცემას სიმბოლური საჩუქრებით. რაც შეეხება თავად პატრიარქს, პირველი ასე ვთქვათ საპატრიარქოს სიტყვა ქადაგებით მან მიმართა სწორედ სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს და ისაუბრა იმაზე, რომ ის გზა, რომელიც დაიწყო უკვე გარდაცვლილი პატრიარქის უწმიდესის და უნეტარესის ილია მეორის პერიოდში, ტრადიცია, რომელსაც მან ჩაუყარა საფუძველი, ეს გზა გაგრძელდება ამ დღესასწაულის ამ ფორმით აღნიშნვა და ამცნო მრევლს შეკრებილს ისიც, რომ გაგრძელდება ასევე კიდევ ერთი ტრადიცია, რომელსაც მისმა წინამორბედმა პატრიარქმა ჩაუყარა საფუძველი, ეს არის ჩულთა საყოველთაო ნათლობა იმისათვის, რომ საქართველოში მაქსიმალურად გამოსწორდეს დემოგრაფიული მდგომარეობა. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ამ სიტყვაში შიო მესამემ ისაუბრა ქართულ ოჯახზე, ფუნდამენტურ ქართულ ფასეულობებზე და იმაზე, თუ რა მნიშვნელობის არის ოჯახი, მაშინ, როდესაც საუბრობთ საქართველოზე, საქართველოს ისტორიაზე და ქართულ ფასეულობათა სისტემაზე. დღეს ჩვენი ეკლესია და ერი აღნიშნავს ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღეს, რომელიც ნეტარხსენებულმა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ დააწესა. მოგეხსენებათ, რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა იგი ზნეობრივი ფასეულობების დაცვას. წელს პირველად ხვდებით ამ დღეს მის გარეშე, თუმცა დღესასწაულის აღნიშვნით კვლავ ცოცხლობს მისი დიდი სულიერი მემკვიდრეობა. გრძელდება მის მიერ დამკვიდრებული საყოველთაო ნათლობების ტრადიციაც, რომელიც ჩვენი ერის დემოგრაფიული წინსვლის და სულიერი განმტკიცების ხელშემწყობად იქცა. ქრისტიანული სწავლება ოჯახს მოიხსენიებს მცირე ეკლესიად, იმ სულიერ სივრცედ, სადაც წმინდა იოანე ოქროპირს თუ დავესესხებით, კვიდრობს უფალი და სადაც თავგანწირვით, სიყვარულით, ერთმანეთისთვის ლოცვით ვიზრდებით სულიერებაში. მართლმადიდებელ ეკლესიას უმნიშვნელოვანესი მისია ეკისრება. ის როგორც ზნეობრივი ფასეულობების ორიენტირი და საფუძველი, ერის გამაერთიანებელი
ხალხში ქრისტიანული ღირებულებების განმამტკიცებელია. ამიტომ აუცილებელია ეკლესიას და სახელმწიფოც ერთად ზრუნავდეთ მომავალი თაობის ღირსეულად აღზრდისთვის, ოჯახური სიწმინდისა და სიყვარულის დაცვისთვის. ოჯახზე საუბრისას აუცილებლად უნდა გავიხსენოთ საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრები ჩვენი სულიერი შვილები და მადლობა გადაგიხადოთ თქვენ ძვირფასო სტუმრებო, ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებო, ჩვენს თანამემამულეებზე ზრუნვისთვის, უცხოეთში მყოფი ქართველებისთვის, თქვენი ტაძრების კედლებში აღმოჩენილი სულიერი ნუგეშისა და იმ დიდი ტკივილის შემსუბუქებისთვის, რასაც სამშობლოდან შორს ყოფნა ჰქვია. როგორც გვეკითხარით, დღევანდელ საზეიმო წირვას ესწრებოდნენ სხვა მართლმადიდებლური ეკლესიების წარმომადგენლები, რომლებიც სპეციალურად ამ დღისთვის საპატიო სტუმრების რანგში ჩამოვიდნენ საქართველოში და მონაწილეობა მიიღეს ამ დღესასწაულის აღნიშვნაში, ასევე მიულოცეს ახლად აღსაყდრებულ კათოლიკოს პატრიარქს ტახტზე აღსაყდრება. გარდა ამისა, დღევანდელ საზეიმო წირვას, რა თქმა უნდა, ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებიც, რომლებთა სიტყვები და გზავნილების ჩვენ მოვისმინეთ სამების საკათედრო ტაძარში და ბუნებრივია დღევანდელ დღეს 17 მაისს, როდესაც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია და მართლმადიდებელი მრევლი აღნიშნავენ ოჯახის სიწმინდის დღეს, ყველა გზავნილი იყო ორიენტირებული სწორედ ოჯახურ ფასეულობებზე და იმის აღნიშვნაზე, რომ უძველესი მართლმადიდებლური ქვეყნის საქართველოს ერთ-ერთი ფუნდამენტურ ფასეულობას წარმოადგენს სწორედ მტკიცე ქართული ოჯახი. ოჯახი უპირველესად ზნეობრივი სკოლაა, რომელიც ჩვენს უნიკალურ კულტურას, სახელმწიფოებრივ ცნობიერებასა და ეროვნულ იდენტობას ინახავს. საქართველოს წარსული მოწმობს, რომ ქვეყნის გადარჩენის ბედი არა მხოლოდ ბრძოლის ველზე, არამედ ხშირად ქართულ ოჯახში წყდებოდა. როდესაც ომიანობის დროს ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ეკლესია დარტყმის ქვეშ აღმოჩნდებოდა, ოჯახურ კერაში იწვთობოდა ჩვენი ენა, ტრადიციები, მტკიცდებოდა სარწმუნოება, სამშობლო სიყვარული და თავისუფლების იდეა თაობებს გადაეცემოდა. ადამიანი სამშობლო სიყვარულს უპირველეს ყოვლისა ოჯახში, მშობლიურ კერასთან ეზიარება. ქართულ ხალხურ ტრადიციაში დედის ლოცვა, მამის დარიგება და წინაპართა ხსოვნა მუდამ იყო ის უხილავი ძალა, რომელიც ადამიანს სწორგზაზე აყენებდა. როგორც ჩვენს წინაპრებს, დღეს ჩვენს ღრმად გვწამს, რომ მორალურად მტკიცე ოჯახი ძლიერი სახელმწიფოს საწინდარია. ამ უმნიშვნელოვანესი ფასეულობის დაცვასა და შენარჩუნებაში უდიდესია ჩვენი დედა ეკლესიის როლი. დღეს, როდესაც ოჯახის სიწმინდეზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია უდიდესი მადლიერებით არ გავიხსენოთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის ეპოქალური მემკვიდრეობა. სწორედ მისი ინიციატივით დაწესდა ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე. მისმა უწმინდესობამ ქვეყნისთვის უმძიმეს პერიოდში იტვირთა ერის სულიერი მამობა. განუზომელია მისი ღვაწლი დემოგრაფიის მხარდაჭერის საქმეში. მის მიერ მესამე და მომდევნო შვილების მონათვლის ინიციატივამ ათასობით ქართულ ოჯახს გამბედაობა და რწმენა ჩაუნერგა. ამ ტრადიციამ ახალი სული შთაბერა ჩვენს დემოგრაფიულ მომავალს და თითოეულ ჩვენგანს დაანახა, რომ ყოველი ახალი სიცოცხლე ქვეყნის უდიდესი სიმდიდრეა. ამ ფასდაუდებელ სულიერ მემკვიდრეობას დღეს ღირსეულად აგრძელებს უწმინდესი და უნეტარესი კათოლიკოს პატრიარქის შიო მესამე. მისი წინამძღოლობით ეკლესია კვლავაც მყარად დგას მშვიდობის, ერთობის, ოჯახური ღირებულებებისა და მორალური სიმტკიცის სადარაჯოზე. 17 საუკუნის წინ ქრისტიანობა იქცა ჩვენი ქვეყნის თვითყოფადობის და იდენტობის ერთ-ერთ უმთავრეს საყრდენად, რომელსაც განსაზღვრა ჩვენი უნიკალური კულტურა და ჩვენი ფასეულობები. სწორედ ამ კულტურისა და ფასეულობების საფუძველზე 17 მაისი გამოცხადდა ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ. წელს პირველად აღნიშნავთ ამ დღეს უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის გარეშე. 17 მაისი ჩვენთვის განსაკუთრებით ძვირფასია იმის გამოც, რომ ეს დღესასწაული ჩვენი უსაყვარლესი პატრიარქის დაწესებულია. ჩვენ ცნობიერებაში ნახევარი საუკუნის მანძილზე ილია მეორეში იყო განსხევლებული ყველა ის ფასეულობა, რომელსაც ქრისტიანობა და მართლმადიდებლობა მოიაზრებს.
ჩვენი სულიერი მამის უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის გარდაცვალებამ თითოეულ ჩვენგანს განსაკუთრებული სიმძაფრით გაგვააზრებინა ქრისტიანობის, სიყვარულისა და ერთიანობის მნიშვნელობა. მადლობა უწმინდესსა და უნეტარეს უდიდესი ღვაწლისთვის, რომელიც კიდევ დიდხანს გაუნათებს გზას ჩვენს ქვეყანას ქრისტიანული ფასეულობებისა და ტრადიციების დაცვის გზაზე. წლევანდელი 17 მაისი განსაკუთრებულია იმითაც, რომ დღეს პირველად აღავლინა საზეიმრო მოწირვა უწმინდესმა და უნეტარესმა შიო მესამემ, რომელიც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად გამოირჩა უფლისნებით, ილია მეორის ანდერძით და წმინდა სინოდის თანადგომით. უფლის მფარველობით და პატრიარქის სულიერი წინამძღოლობით ჩვენ მტკიცედ დავიცავთ ქრისტიანობას, მართლმადიდებლობას და ყველა იმ ფასეულობას, რომელიც ქართველი ერის არსსა და შინაარსს ქმნის. ღმერთმა დაალოცოს ჩვენი დედა ეკლესია, ღმერთმა დაალოცოს ჩვენი კათოლიკოს პატრიარქი, ღმერთმა დაალოცოს ჩვენი სამშობლო, ღმერთმა დაალოცოს ჩვენი ერი და ჩვენი ხალხი. საქართველოს ისტორია გვასწავლის ერთ უმთავრეს ჭეშმარიტებას. იქ, სადაც მტკიცეა ოჯახი, მტკიცეა საზოგადოებაც, მტკიცეა ეროვნული თვითშეგნებაც და მტკიცეა თავად სახელმწიფოც. ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ. ომები, შემოსევები, იმპერიების ზეწოლა, სარწმუნოების ენისა და იდენტობის წაშლის მცდელობები, მაგრამ ქართველმა ხალხმა შეძლო საკუთარი თავის შენარჩუნება. და ეს უპირველეს ყოვლისა ქართულმა ოჯახმა შეძლო. ოჯახმა, რომელმაც თაობიდან თაობას გადასცა რწმენა, სიყვარული, სამშობლოს ერთგულება და წინაპართა პატივისცემა. ქრისტიანობამ ქართველ ხალხს მისცა ის სულიერი ღერძი, რომელმაც საუკუნეთა განმავლობაში გაგვაერთიანა, გაგვაძლიერა და გადაგვარჩინა. სწორედ ქრისტიანულმა ფასეულობებმა ჩამოაყალიბა ქართული ოჯახის მოდელი, რომელიც დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემაზე, სიყვარულზე, თანადგომასა და პასუხისმგებლობაზე. ოჯახი, სადაც იზრდება მომავალი თაობა, სადაც ბავშვი პირველად სწავლობს რა არის სამშობლო, რა არის სიკეთე, ღირსება, შრომა და ერთმანეთის პატივისცემა. დღეს, როდესაც მსოფლიო მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დავიცვათ ის ფასეულობები, რომლებმაც აქამდე მოგვიყვანა. სახელმწიფო ძლიერია მაშინ, როდესაც საზოგადოება საკუთარ ფესვებს უფრთხილდება, როდესაც ოჯახი რჩება საზოგადოების მთავარ საყრდენად, როდესაც ტრადიცია და თანამედროვეობა ერთმანეთს კი არ ებრძვის, არამედ ავსებს. ჩვენი ვალია მომავალ თაობას გადავცეთ არა მხოლოდ ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა, არამედ სულიერად მტკიცე საქართველო. ქვეყანა, რომელიც საკუთარ ისტორიას იცნობს, საკუთარ ფასეულობებს უფრთხილება და მომავალს სწორედ ამ საფუძველზე აშენებს. დიახ, დილიდან სამების საკათედრო ტაძარში რა თქმა უნდა იყო შეკრებილი მრევლი, თუმცა მორწმუნე მართლმადიდებელთა უდიდესი ნაწილი, რომელსაც სურდა მონაწილეობა მიეღო ამ დღესასწაულში შეიკრიბა სწორედ ქაშვეთის ტაძართან, რუსთაველზე, საიდანაც მსვლელობით დაიძრა სამების საკათედრო ტაძრისკენ და ჩვენ ვლავინდებურად კიდევ ერთხელ 17 მაისს თბილისის ქუჩებში ვნახეთ საკმაოდ შთამბეჭდავი კადრები, როგორ მოემართებოდა მრევლი მსვლელობით ერთი ტაძრიდან მეორე ტაძრამდე. და ძალიან ბევრი ადამიანი მონაწილეობდა ამ მსვლელობაში, ნახავდეთ ყველა ასაკის ადამიანს, დიდებს, პატარებს, ოჯახებს, წარმოდგენილს ყველა თაობით, ადამიანებს ეროვნულ სამოსში და პატარებსა თუ დიდებს, ასე ვთქვათ, ამ მსვლელობაში. რა თქმა უნდა, ამ მსვლელობაში მონაწილეობა მიიღეს მათ შორის პოლიტიკოსებმაც, რომლებიც რუსთაველზევე შეუერთდნენ მსვლელობას და ეს გზა ქაშვეთიდან სამებამდე მრევლთან ერთად გამოიარეს. დღევანდელ დღეს ჩვენი უწმინდესი პატრიარქის ილია მეორის ინიციატივით და ლოცვა-კურთხევით დაერქვა ოჯახის სიწმინდის დღე, იმიტომ რომ ეს არის ტრადიციას, ეს არის წმენაც ერთგვარი და მისი პატივისცემა, ეს არის იდენტობასთან დაკავშირებული განსაკუთრებული საკითხი და პატრიარქის შიო მესამის დღევანდელი ის ინიციატივაც რომ ეს გაგრძელდეს და ამას კონდეს შეუქმნელი ხასიათი, ასევე ნიშნავს იმას, რომ ქართველი არასდროს დაკარგავს ამ საკითხებთან დაკავშირებულ არანაირ თემას, არანაირ რწმენას, იდენტობას, ტრადიციას, საკუთარ კულტურას და საკუთარ ოჯახს და საკუთარ მშობლებს ყოველთვის ცემს პატივს და ეს იქნება მისი მთავარი განმასხვავებელი, მათ შორის თუ გნებავთ, ნიშანი ყველა დანარჩენისგან, თუმცა უსურვებ ყველას
რომ მთელ მსოფლიოში ასეთი დამოკიდებულებით ყოფილიყოს მსგავსი ღონისძიებები იმისათვის, რომ თაობები გაიზარდონ ამ მაღალ ღირებულებებს. ულოცავ სრულიად საქართველოს დღეს დღევანდელი დღე საქ ორმაგი დატვირთვა. პირველი 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღე, რომელსაც ძალიან თამამად ვიტყვი, ასოცირდება ჩვენ იდენტობასთან, ჩვენ რწმენასთან, სიყვარულთან, ერთიანობასთან ჩვენი ქვეყნის და ამავდროულად ჩვენი უწმიდესი და უნეტარესი კათოლიკოს პატრიარქი შიო მესამე დღეს აღავლენს პირველ საპატრიარქო ლოცვას. ესეც ნამდვილად ისტორიული დღეა, ულოცავს სრულიად საქართველოს და დღეს ეს სხვა ხალხი, რომელიც გამოვიდა სიყვარულით, გამოვიდა ერთობით, ერთიანობით, კიდევ ერთხელ აჩვენებს მთელ ქვეყანას და მთელ სოფლიოს სადგას საქართველო, რა ფასეულობების გვერდში დგას საქართველო და რას ისნავს ჩვენი ქვეყნისთვის სარწმუნოება, ოჯახი და ჩვენი იდენტობა, ჩვენი ტრადიცია და ჩვენი ისტორია. ესეთი დღე არის ყველა ქართველი ოჯახისთვის მნიშვნელოვანი და რა თქმა უნდა ყველას ულოცავ. დღეს ყველაზე მეტად არის კარგად წარმოჩენილი თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ერისა და ბერის ერთობასა და ერთიანობას. რაოდენ დიდია მნიშვნელობა ამ ღირებულებების გაფრთხილებისა. როგორ რუდუნებით ცდილობს ქართველიერი რომ სწორედ ეს წარმოადგენდეს ფუნდამენტს ჩვენი შემდგომი განვითარებისთვის. ასე რომ მართლაც დიდი დღეა და ვფიქრობ რომ ეს ბრწყინვალე დღე გახდება საფუძველი და საწინდარი, რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია მთელი ჩვენი ქვეყნის შემდგომი ძალიან სწრაფი განვითარებისთვის. მართლაც ღრმად მწამს რომ ეს მართლაც აუცილებელი და უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იყო აი ბოლოდროინდელი საქართველოს ისტორიაში, რაც კი გაკეთებულა. მინდა დღევანდელი დღე მიულოცო ქართულ ხალხს ოჯახის სიწმინდის დღე. ხაზგასასმელია ის რომ ეს დღე დაწესებულია ჩვენი დიდი პატრიარქის ილია მეორის მიერ და ძალიან სასიამოვნოა რომ ეს ტრადიცია გრძელდება და აუცილებლად გაგრძელდება და მომავალშიც გაძლიერდება და მინდა თითოეულ ქართულ ოჯახს უსურვო სიმტკიცე, თითოეულ ჩვენს ქვეყნის მოქალაქეს უსურვო ჩვენი ქვეყნის განვითარება და უკეთესი მომავალი. დიახ, ახლა უკვე ეს ღონისძიებები დასრულებულია, თუმცა ალბათ საკმაოდ საინტერესო და სასიხარულო იყო ის, რომ ამ მსვლელობის დროს კადრებში ჩანდა ძალიან ბევრი ახალგაზრდა ადამიანი, ძალიან ბევრი ბავშვი და როგორც გვეკითხარით, ოჯახები, სხვა თაობა ერთად იყო წარმოდგენილი დღევანდელ დღეს საზეიმო მსვლელობაზე. ძალიან ბევრი ახალგაზრდა ვნახეთ, როგორც გვეაღნიშნა და მათ შორის მაგალითად ამ მსვლელობას შეუერთდა მართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციაც, რომელმაც ასევე მრევლთან ერთად გამოიარა გზა ქაშვეთის ტაძრიდან სამების საკათედრო ტაძრამდე. წელს მგონია რომ ყველასთვის გამორჩეულად ემოციური არის დღევანდელი დღე, რადგან პირველად ხვდებით მას მისი დამფუძნებლის პატრიარქი ილია მეორის გარეშე. და ჩემი აზრით ძალიან ბედნიერი არის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი, რომ ძალიან ღირსეული გამგრძელებელი ყავს პატრიარქი შიო მესამის სახით და ცხადია რომ აქედან გამომდინარე განსაკუთრებულად ემოციური არის დღევანდელი დღე. რაც შეეხება ამ დღის მნიშვნელობას, ცხადია რომ ოჯახურ ღირებულებებზე დგას ჩვენი საყვარელი სამშობლო, მშობლებისადმი პატივისცემა კი გამოხატულობა თავისთავად უდიდესი მორალის და ღირსების და მე ძალიან მიხარია რომ მეტი და მეტი ახალგაზრდა განსაკუთრებით დღევანდელ დღეს გამოდის და გვერდში უდგას ასე ვთქვათ ამ იდეას და გამოხატავს ამითი მშობლებისადმი პატივისცემას. დღეს შევიკრიბეთ და ყველა ერთად აღმოჩნდათ ოჯახის სიწმინდის დღეს, რაც თითოეული ქართველისთვის მართლმადიდებელი ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის და რა თქმა უნდა თითოეულ მათგანს საკმაურზანეულ ადამიანებს მინდა დიდი მადლობა უთხრა გვერდზე დგომისთვის, ვინაიდან კიდევ ერთხელ ჩვენი უწმიდესი და უნეტარესი, ჩვენი ილია მეორის დაწყებულ გზას ვაგრძელებთ თითოეული ჩვენთაგანი და რა თქმა უნდა ეს ესე გაგრძელდება და მის ნებისმიერ კეთის საქმეს ხელს შეუწყობს რა თქმა უნდა თლიანად მართლმადიდებელი საზოგადოება და ქართველი. სრულიად საქართველოს ულოცავ დღევანდელ დღეს. დღევანდელი დღე არის უმნიშვნელოვანესი, გამომდინარე იქნა რომ ქართველი ადამიანისთვის ოჯახი არის უმთავრესი. ჩვენმა უწმინდესმა დააწესა ეს დღე წლების წინ და ყოველწლიურად ხედავთ რომ იმატებს ადამიანების რაოდენობა. ქართული ოცნების ახალგაზრდული გუნდი უერთდება რა თქმა უნდა ამ სულისკვეთებას. ზოგადად ჩვენი მთავარი მიზანიც ის არის რომ რაც უფრო მეტი ძლიერი ოჯახი იქნება და ტრადიციებზე და ჩვენს რწმენაზე დაფუძნებული, ესე რომ ვთქვათ, მეტად ძლიერი იქნება ჩვენი ქვეყანა.
დიახ, ეს გზა მრევლთან ერთად გამოვიარეთ ჩვენ ჟურნალისტებმა და რა თქმა უნდა მსვლელობის დროს ჰქონდა საშუალება ძალიან ბევრ ადამიანს გავსაუბრებოდით ყველა ასაკის წარმომადგენელს და თითოეული მათგანი ჩვენთან საუბრისას ამბობდა, რომ ერთი მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ დღეს ასეთი ფორმით აღნიშვნა, ვინაიდან საქართველოში, ქრისტიანულ ქვეყანაში მისი ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტი ამ ქვეყნის არის სწორედ მტკიცე ქართული ოჯახი, თუმცა ამავდროულად ძალიან ბევრი ამბობდა იმასაც, რომ მეორეს მხრივ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ქუჩაში გამოსვლა, ამ მსვლელობაში მონაწილეობა, ვინაიდან წელს ამ დღესასწაულს პირველად შეხვდა საქართველოს მისი, ასე ვთქვათ, სულის შემდგმელის კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის გარეშე და ეს იყო, როგორც მრევლი ამბობდა ჩვენთან საუბრისას, გამოხატულება იმისა, რომ მრევლი ილია მეორის გზას განაგრძობს, ახლა უკვე შიო მესამის თაოსნობითა და წინამძღოლობით და ერთ-ერთი მთავარი სათქმელი, რომელიც დღეს მრევლს ჰქონდა ჩვენთან იმ ინტერვიუებში ყოველ შემთხვევაში ასე ისმის, რომელსაც ჩვენ წერდით, რომ ეს არის ასე ამავდროულად ეს დღე არის მათთვის სიმბოლო ერთიანი გაუყოფელი საქართველოსი. მისმა უწმინდესობამ დაგვიწესა ეს დღე, ოჯახის სიწმინდეს დღე და ძალიან მნიშვნელოვანია ამ დღეს თელი ერები კრივებით ყველა ქალაქში გამოდიან ქართველები და ერთად გამოხატავთ პატივისცემას ოჯახის მიმართ, ჩვენ დედაკლეს და ჩვენ სამშობლოს მიმართ. ამით ევსოფილიოს ვანახავთ, რომ ჩვენ სხვა ღირებულების ადამიანებად ჩვენთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი ოჯახი, ჩვენი სარწმუნოება, ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ღირებულთა ფასეულობები და ჩვენი ტრადიციები. და ამას ხედავთ დღესაც და რაც რო გადის ამ უწმინდესია, უწმინდეს არაფერი არ გაუკეთებია შემთხვევით. იცოდა რას რისთვის აკეთებდა უწმინდესი. მის პატრიარქის ნათულები ეს ყველაფერი არის ხვალინდელი დღისთვის გათვლილი და დღეს ხედავთ რომ როდესაც პატრიარქმა ეს დააწესა ეს თურმე დღეს სამხელად სიხაროზე ვართ ყველა და დღეს ყველგორი ბედნიერები ვართ. ღმერთმა დაალოცოს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო და ღმერთმა ქართველებს შეგვაძლევს ერთად ყოფნა. ვისურვებ რომ ყოველს ოჯახში ყოფილი იყოს მშვიდობა, ბედნიერება და ყოველივე საუკეთესო. ოჯახი არის ყველაზე დიდი ძალა და საყრდენი ადამიანის ცხოვრებაში. დღევანდელ დღეს გილოცავ სრულიად საქართველოს ოჯახის სიწმინდის დღეს და ულოცავ სრულიად საქართველოს ამ წმინვალ დღესასწაულს და სულ დალოცვილი და აი ეს ერთობით გვევლოს მუდამ ჩვენი ქვეყნის ისტორიის განმავლობაში. უდიდესი ზეიმია დღეს ოჯახის სიწმინდეს ულოცავ სრულიად საქართველოს, რომელიც 12 წლის წინ ჩვენმა უწმინდესმა და უნეტარესმა დაარსა და წელს მის გარეშე პირველად აღვნიშნავთ. ის ხარობს ეციურ საქართველოში, რომ აი ესე ლამაზად, ესე მართლა სიწმინდით, სამივე თაობის გაერთიანებით და ოჯახების ერთიანობით არის მთელი ერი გამოსული. ულოცავ სრულიად საქართველოს დღევანდელ დღეს, ოჯახის სიწმინდეს დღეს. მე თვითონ ვარ 7 შვილის დედა, მრავალშვილიანი ოჯახების სახელით ყველას მიულოცავ ამ სიწმინდის დღეს. ღმერთმა გაამრავლოს, გაახაროს ჩვენი ერი. სრულიად საქართველოს ულოცავ დღევანდელ დღეს. მინდა რომ აი ესე ერთობით ვიყოთ მთელი საქართველო, ძალიან დიდი ბედნიერება, ეს მსვლელობა, თითეული წამი აქ გავლილი, სამებამდე ასული თითეული ნაბიჯიც კი მნიშვნელოვანია ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი ოჯახისთვის, სრულიად საქართველოსთვის. სრულიად საქართველოს მოუწოდებს სიყვარულისთვის, სითბოსთვის და გამრავლებისთვის, რა თქმა უნდა. დღევანდელი დღესასწაული არის ძალიან კარგი ჩვენ ქვეყნისთვის, რომელიც ყველა ბავშვს აძლევს მითითებას თუ როგორ უნდა შეისწავლოს თავიანთი ოჯახი და როგორ უნდა იყოს ნამდვილი ვაჟკაცები და ნამდვილი ქალები. დღეს არის მაისი და ოჯახის დღესასწაული და საქართველოს გაუმარჯოს და საქართველოს ოჯახსაც გაუმარჯოს და ყველა ოჯახს გილოცავთ დღევანდელ დღეს. დიახ, 2014 წლიდან აღინიშნება ეს დღესასწაული, სწორედ მაშინ გაახმაურა პირველად ინიციატივას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ 17 მაისს ქართული ოჯახის დღის და ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნის შესახებ. მას შემდგომ ეს დღესასწაული იქცა ტრადიციად მართლმადიდებელი ოჯახებისთვის და წლიდან წლამდე სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი უერთდება საზეიმო მსვლელობას, როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში, ყველა დიდ ქალაქში. ეს არის ტრადიცია, რომელიც, როგორც უკვე გითხარით, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ იმ მრავალ ტრადიციას შორის, რომელიც მან დაუტოვა საკუთარ სამწყსოს, მაგალითად დღეს როცა ვსაუბრობთ ტრადიციებზე, სწორედ საყოველთაო ნათლობა არის ის ტრადიცია, რომელსაც მან ჩაუყარა საფუძველი და დღეს მაგალითად ვერავის წარმოუდგენია შობის აღნიშვნა სარკმლებში დანთებული სანთლების გარეშე, ასევე 17 მაისიც იქცა ასეთ ტრადიციად, რომელსაც როგორც დღეს უკვე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა შიო მესამემ თქვა, აუცილებლად გააგრძელებს საქართველოს, აუცილებლად გააგრძელებს მართლმადიდებლური ეკლესია, ისევე როგორც გახვება იმ გზას მტკიცედ, რომელიც ილია მეორემ საკუთარ სამწყსოს დაუტოვა.